დღეს ჩვენ საქართველოში მე მგონი არა გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ბეჯითად არ ვიმუშაოთ. მე მარკეტინგის თული მგონია, რასაც ძალიან ფენსი კომპანიები აკეთებენ, რომ ჩვენ 4 დღე გამუშავებთ რა, რაღაც ერთ ნაკლებ დღეს ამუშავებთ და რაღაც იბრენდავ თავს როგორც საუკეთესო დამსაქმებელი რა. არ არსებობს საქმე, რასაც რეალურად ვერ გააკეთებს ადამიანი, რა პოზიციაც არ უნდა იყოს, უბრალოდ იმ პოზიციაზე მთავარი არის, რომ რაღაცნაირად დაიწყო, რაღაცნაირად აგეპანონ. აი ეგ რაღაცნაირად რო აგეპანონ არის საკუთარი თავის მაქსიმალურად კარგად გაყიდვის უნარი. არ გეთახმები იმაში, რომ დიდი დატვირთვით მუშაობთ, ანუ ბოდიში. საკუთარ აი სამსახურიდან რომ გამოვალთ, გქონდეს ხარისხი, რომ ცხოვროთ და სამსახურში რომ მივდივართ, გვიხაროდეს და ბედნიერი ვიყოთ იმ საქმით, რასაც ვაკეთებ. მე მაქვს კონტრკითხვა. აი შეიძლება მაგის საპირისპირო რა არის? ანუ აი თუ არ ინდომებს მაშინ რა მოვალეობა კომპანიას. მოხდი კომპანიაში, მუშაობ სტაბილურად, კი ლოიალური ხარ, მაგრამ ბიზნეს ღირებულებას ხომ უნდა ქნიდე სტაბილურად. თუ აღარ ვითარდები რაღაც მომენტში, ანუ კომპანიას რატო აქვს მაშინ ის პასუხისმგებლობა, რომ გაგზარდოს თავისით. ან თუ გინდა რომ განვითარდე, უნდა შეხედო როგორ უნდა განვითარდეს ეს ბიზნესი, რა როლი მაქვს და იქ მანდ უნდა აღიქ ცოტა ეს თვითცნობიერება უნდა გაიზარდო იმ დონეზე, რომ ვინ ხარ, რა როლს თამაშობ და თუ რაღაც ის მართლა პატარა ჭანჭიკი ხარ, რომელსაც დაგიშვებენ ერთი წიხლის მოკვრით და მეორე დღეს სხვას მოიყვანენ, უნდა იცოდე როგორც მინიმუმ.